თავად სასამართლომ უნდა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და გეტყვით როგორ გამოიხატა ეს შინაარსობრივად. ესე იგი, როდესაც სასამართლომ მსჯელობდა მზიან ამაღლებელს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, შეღებაში მოსამართლე ავითარებს ესეთ პოზიციას, რომ იგი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობას უფარდებს მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მზიან ამაღლებელი ადმინისტრაციული დარღვევისთვის იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ამანაც კი ვერ იქონია მასზე პრევენციული ფუნქცია. ნახეთ, სასამართლოს არც კი დაუშვია, რომ მზიან ამაღლებელის ადმინისტრაციული წესით დაკავება და ზოგადად ადმინისტრაციული სამართალობა იყო უკანონო. კარგი ამ საქმეში არის ის, რომ ეს ყველაფერი ვიდეოზეა ფიქსირებული, ანუ ეს არ არის რაღაც უბრალოდ ხარის ან მოწმების პოზიცია. დღესავით ნათლად ჩანს ვინ, რატო, როგორ და რა საფუძვლებზე დაყრდნობით დააკავა. დანაშაულობის პრეზუმპცია ხო ის არის, რომ ვიდრე დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, იგი იყოს დაცული ნეგატიური შედეგებისგან და მათ შორის ისეთ განცხადებებისგან, რომელიც ხალხობს მის ღირსებას და ასევე იწვევს მის მიმართ ნეგატიურ შედეგებს. ზიას შემთხვევაში ნეგატიური შედეგი დააყენეს ისე, რომ გამოიყენეს აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ღონისძიება და თან ეს დააყენეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის კანონმდებლობა ჯერ შეფასებული არ იყო.